წერილი სიყვარულის სამკაულია, რომელიც ამ სიყვარულს ოფიციალურად შემოგვინახავს. ფროიდი. ოჯახ ფროიდი მომეწონა. ხო. აი ანონიმური საჩივარი კი სიყვარულის ისტორიას უფრო ოფიციალურად შემოგვინახავს. Tata ანანო, შემოდით. დაჯექი ანანო, დაჯექი. რაზე გვიძახდით, თამა? აუ, გითხარი რა თამა რა ხდება? გეტყვით. ეხლა რა ხდება? ნუ რადგანაც თქვენ ეხლა შეყვარებულები ხართ, თქვენი დახმარება ჭირდება. რა არის ისი? აი ხა ეს წუთია, ჩემთვის გამოვართვი 50 ლარი ირაკლის. დათო, ფული არ მინდა, თანაც შენი. იცით რა? საჩივარი უნდა დავწეროთ. ვის საჩივი თამარ? გაწყენინას ვინმე? გაწყენინას? არა. აბა? მაცადე რა ანანო. ესე იგი საჩივარი უნდა დავწეროთ. თქვენ მიჩივით მე. რა ვერ გაიგე? მე დამიბარებენ პოლიციაში და კიდევ ერთხელ ნახავ ჩემს ზონას. პატრული გიყვარდა თამა? სად გაიცანი? ჩვენი უბნის პატრულია. ეს ისო არის, ხო? ძალიან მაღალი რომ იყო ის. ნუ მაღალი რა, ეხლა მაგიდასთან შედარებით მაღალია, მაგრამ ჩემთან ბევრი არაფერი. და თამარ, საჩივარი რა გინდა? პირდაპირ მიხვიდე და უთხრა ყველაფერი. ანანო. მივიდე პირდაპირ უთხრა მიყვარხარ თქო. მერე ხელი მოვაწეროთ. მერე შვილები, მერე შვილიშვილები და რომანტიკა ანანო. თამარ. ჩვენი პირველი ღამე დაუვიწყარი და ზღაპრული უნდა იყოს. საიდან ისი ამდენი რამე? ბევრი ლიტერატურა მაქვს საკითხი. რა ლიტერატურა თამარ? ყავა გინდა? მინდა სამზარეულოშა და მოხარშე. მადლობა. მე უშაქრო. აი შენ ფურცელი და კალმის ტარი და დავიწყეთ. ესე იგი მოქალაქე თამარ ღლონტი დაბადებული 1979 წელს. არა 83 წელს. 83. ხო რა არის? დროზე ნერვიულობ. დაბადებული 83 წელს. აპირებს რომ თავის საკუთარ ოროთახიანს უკანონოდ მიაშენოს აივანი. თამარ, ყავა სად არის? კარადაში დევს. რომელიც დანარჩენ მეზობლებს თამარ, ისა შაქარი სად არის? კარადაში. დაუბნელებს მზის სინათლეს.
თვითონ კი რა ენახვლება ზამთარში სოლარიუმში ირუჯება ზაფხულში ურეკში არა იცი რა თამარ ქეთევანი სად არის არ არის ნუ შემჭამე არ არის სოფლიო დონის კურორტი დავწეროთ რა რამე ესეთი კვარიათი როგორ მოიფიქრე თამარ ეხლა მივხვდი იცით ეტყობა ბებია ჩემიც ესე წერილებს წერდა უშიშროებას ბაბუა ჩემზე ხო მაგრამ ნუ ხა ციმბირი მაინც რა იყო ეხლა ნუ ვარკეთილშიც რო გადაესახლებინათ ეხლა რა ბებიას ხო მაინც ვეღარ შეაწუხებდა რა ხო ვერ შეაწუხებდა ვაგზელებთ მიუხედავად იმისა რომ თამარი არის სათნო კეთილი და დუშკა მოვითხოვთ მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას კანონით განსაზღვრული ყველა ზომა გაფრთხილება, დაჯარიმება, დაპატიმრება, ფრჩხილი გახსენი. ვიცით რომ დღესდღეობით ციხეებში ადგილები არ არის, ამიტომ შეგიძლიათ თქვენსავე განყოფილებაში დაიტოვოთ დახურე ფრჩხილი. თამარ მართლა არ დაგიჭირონდა ციხეში ჩაქსვან ნუ გეშენია უკვე ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ ჩემი და ქეთევანი სხეულზე დაიხატავს ორთაჭალის ციხის გეგმას ჩაჯდება და ორივე გამოვიპარებით ერთად რა მაგარია არა შენ ტყუილად გიხარია იცი რა უკვე უთხარი რომ სხვას დაახატინოს რა ისე ვერაში რომ დაგახატინოს ვერ გამოვაგნებთ ნუ ძალიან კარგი ქორწილში დაპატიჟებულები ხართ ეგ ირაკლის არ გაუხარდება რატო ირაკლი ბოღმა არ არის არა რატო იცი ირაკლი რო გაიგებს რომ ჩემს მაგიროთაც უნდა დადოს 50 ლარი აი ეს არ გაუხარდება კარგად იყავი დათო მარიკა დღეს დიდი დღეა დიდი ახალი წელი გვიახლოვდება 1 ბარსელონა წლის ბოლო თამაშს თამაშობს 2 მაგრამ რატომღაც რეალს აჩვენებენ დღეს ტელევიზორში და მომიწევს რეალის ყურება მაგრამ არა უშავს დიდი ხანია კარგი კომედია არ მინახავს რა ხდება მარიკა რაღაც ადრიანად აფუსფუსებულ ხარ საღამოს დედასთან მივდივარ და სადელს გიმზადებ დედასთან მიდიხარ რატომ ავადა და საახალწლოდ უნდა მოეხმარო ხო ამბობდი დღეს დიდი დღეა დიდი რა უნდა მოეხმარო მამა შენი ვერ მიეხმარება მე შენ გეტყვი ვერ ეტყვის ცისანა მამა შენს ნუ გზარ ერთი 120 ამ ნაძვის ხეზე 120 არა ჩამოცოცდი ნუ გზარ სათამაშო დაგჭა აიღე 120 ჩამოგიდე სათამაშო ზემოთ აბა ეხლა ჩამოცოცდი ნუ გზარ ვერ ეტყვის არ გცხვენია ირაკლი არა ღირსი ხარ შენთან ნახევარ ღორს და ღვინოს მატანდნენ ღორს და ღვინოს უთხარი რომ მეც მინდოდა წამოსვლა მაგრამ პაციენტი დაუმძიმდა და ვერ წამოვიდა ღვინო კარგია მეკლე რომ მოვადავალევინებ როგორ მიხარია 2008 წელი რომ მოდის აი ძალიან და 2008 მაინდა-მაინც რატო გიხარია გახსოვს ირაკლი მაშინ რომ გთხოვე სამსახური მიშოვე მეთქი და შენ რომ მითხარი 5 წლის მერე გიშოვიო 5 წელი თქვი მე მაშინ რა არის მარიკა? ეხლა არის ვადამდელი ახალი წელი. რებს ამბობ ირაკლი, რებს. მე არ მომიგონია დედას გეფიცელი.
და არაფერი არ გამოგვივა. და ბოლოს რა არის? სამსახური მინდა სამსახური. ვირუსია რაღაცა, რომელი საათია, რა დღეა დღეს? 2 დღით ადრე მეკლები არ გამიგია. მოვიდა ჩემი შოპენჰაუერი. მოგძან. გამარჯობა ირაკლი. გამარჯობა სანდრო. მარიკა გამარჯობა. გამარჯობა სანდრო. ირაკლი გადავწყვიტე მუშაობა დავიწყო. ხო გეუნები რა, ვირუსია, თან გადამდები. ირაკლი. სანდრო, ეს საცხოვრებელი სახლია. მე ვიცი, მაგიტომ მოვედი რომ იქნება მირჩიოთ, სადავიწყო მუშაობა. ეხლავე დაგაწყებინებს მე შენ მუშაობას. ირაკლი, შენ ხუმრობ და მე სამსახური თუ ვერ მიშოვე, სახლიდან გამომაგდებენ. სახლიდან გაგაგდებენ? ხო, რა იყო? სანდრო, იმ ოთახში მე და მარიკას გვძინავს ხოლმე. აი აქ დათო ცხოვრობს. მანდ ნაძვის ხე უნდა დავდგა. რამე შეგიძლია? აი მაგალითად ატომის გახლეჩვა შეგიძლია? ატმის გახლეჩას რა უნდა? ატომი არა სანდრო, ატომი. გავიგე ირაკლი, ატომი რა მნიშვნელობა აქვს? არანაირი რა მნიშვნელობა. არა, იცი როგორი სამსახური მინდა, რამე განსაკუთრებული კი არა, ფული რომ მეყოს ჭამაზე, ჩაცმაზე, მანქანაზე, ვიღაცა რო ბარში დავპატიჟო და წელიწადში 2 ჯერ უცხოეთში რო წავიდე სამოგზაუროდ მე. რას მელაპარაკე? დავუბრუნდეთ შენ შესაძლებლობებს. რომელიმე უცხო ენა თუ იცი? იტალიური, ინგლისური, რუსული და გერმანული. სანდრო, რომელიმე უცხო ენა თუ იციში, იგულისხმება რომელიმეზე თუ ლაპარაკო. ეგრე არა არ ვიცი. მე მგონი შენ რო კარგად შეასრულებ, მასეთი სამუშაო სოფლიოში არ არის. შენთან რო დამაწყებინო მუშაობა? კლინიკაში? ხო, ცოტას გადამიხდია. რა არიცი, ჯერ კარგად კომპლექსურად გამოგიკვლევენ. და თუ ჯამთელი თირკმელი გაქვს მიგიღებენ. თუმცა გადაგიხდიან. მომისმინე, კაი აზრი მომივიდა ახლა. პრეზიდენტს რო დახვდე სადმე რაიონულ ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრაზე, წერილი რო გადაცე, მე დაგიწერ იმ წერილს ჯანდაბას. ეგება გიშველოს რამე. ვცადე უკვე. გუშინ ვიყავი სახლში პრეზიდენტთან და პირადად ვუთხარი. მოიცადე. სახლში იყავი პრეზიდენტთან? ხო, რა იყო? რაო მერე? არაფერიო, მე რა გიყო, ბაბუო, მე თვითონ 4 წელია უმუშევარი ვზია. მე წავედი მაღაზიაში, სადილი მაცივარშია. ერთი წუთი. ხელფასი უნდა ამას. საღამოს დედაშენთან რო წახვალ, ის სადილი რომელიც მაცივარშია, დედაშენს წაუღე. მე მაინც ახალგაზრდა ვარ ჯერ. რა ხუმარა ახალგაზრდა ხარ? მართლა? კი. გამარჯობათ.  გამარჯობა. 2 წუთი. 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 2 წ
გისმენ? ჩვენ პირდაპირ დათელ მომავალს. ჩვენ ვიცით არ სჭირდება საქართველოს. და ვიცით უმოკლესი გზა ამ მომავლისაკენ. უკაცრავად თქვენ ბიმზანდები. მე დავით გამყრელიძე საარჩევნო შტაბიდან გახლავართ. მე მარჯვენეები. დიახ. ბატონი დავითი, ჩემი კოლეგა. შემოდგინე ცოლე. შემოდი. გამარჯობა. მე ის მეგონა კაცო, დადიან ხოლმე აქ იეღოველები, 60-იანელები. ანზანდით ეს ჩაი ჩვენ არ გვინდა? აი, ეხლავე დავიწყებთ საუბარს. არა, უკაცრავად მე ვერ დავლევ. ეხლა მოიცა. რა ნომერია თქვენი კანდიდატი? მესამე ნომერი. ხო და სამი ჭიქა ჩემთან ერთად უნდა. არა, მე აი ამ ბუკლეტებს დაგიტოვებთ. გეწოდით? აჰა. თქვენ შეგიძლიათ დაეცნოთ წინასაარჩევნო პროგრამას. რაო რა წერია აქ? აქ წერია, რომ ბატონი დავითს არჩევის შემთხვევაში ქვეყანაში აღორძინდება ეკონომიკა და დასაქმდება ყველა მოქალაქე. რო? შენთან არიან. დასაქმდება ყველა მოქალაქეო? თქვენ ხარს უჭერთ ბატონ დავითს. ერთ წუთით. რამოდენიმე კითხვა უნდა დაგისვა. მოусმინე, გამოგადგება ბძენი კაცია. ეხლა აი ამეებს რო დაათრევ. ხელფას გიხდია? კი, რაღაც ანაზღაურება მაქვს. და მძიმეა სატარებლად. არა, არც ის. ამის გარდა სხვა კანდიდატები არიან? იცოცხლე სანდრო ბლომატ. მე ირაკლი ვიცი სადაც უნდა გვეძებო სამსახური. უკან ერთი წუთი მეც მოვდივარ. შენ დაჯექი? დაჯექი? ნერვები არ მომიშალო? სხვათა შორის მეც ექიმი ვარ. თუ სამი ნომერია თქვენი კანდიდატი, სამი ჭიქა ჩემთან ერთად უნდა დალიო. არ შემიძლია. სამუშაო მაქვს, საქმე მაქვს. ჯერ სადგეგძელოს მოусმინე და მე ვნახოთ, შეგიძლია თუ არ შეგიძლია. სვაზილენდის მეფეს სობუზა მეორეს ერთი ვაჟი ყავდა ტახტის მემკვიდრე სვამტი სახელია სვამტი ეს სვამტი უმუშევარი იყო და სამსახურის საძებნად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას გაეშურა იოჰანესბურგს რომ მიადგა გზაჯვარედინზე დიდი ლოდი დაინახა ამ ლოდზე ეწერა პირდაპირ თუ წახვალ დაიღუპებიო მარცხნივ თუ წახვალ ვერ გადარჩებიო და მარჯვნივ თუ წახვალო აი სად არის კვანძი ყურე ნახე მარჯვნივო თუ წახვალო ბედნიერებას იპოვიო მოდი ყველა იმ გზას გაუმარჯოს რომელიც ბედნიერებამდე მიგვიყვანს და ეხლა ვნახავ დალევ თუ არა დათო შეუკვეთე რამე არა ჯერ შენ გელოდებოდი კიდე კარგი თორე ირაკლისთვის ფული ვერ მოვასწარი კაი რა დათო მე შეუკვეთავ ისა რა არის ეხლა რომ მოვდიოდი ხო ვითვლიდი და ზუსტად 1 წელი და 7 თვე დამრჩა და მე ავიწყობ ჩემს საქმეს გავყიდი ნარხატებს და ეს რასათვარელი ახალი ჟურნალია, იცი, თანამედროვე ამერიკელი მხატვრების ნამუშევრებია. რა არის ეს? ეგ იგივეა მე შენ თვალწინ რომ პლეიბოი ჟურნალი დავათვალიერო.
ხარ დათო ეს რა დამემართა მაპატიე ხო დათო იცი ამ საღამოს მინდა რომ ერთად წავიდეთ ერთ ადგილას სად და რა ხდება? ჩემი ორგანიზაცია აწყობს საიუბილეო მიღებას საახალწლოდ ვერ წამოვა. რატო? მერიდება. ვისი გერიდება? ეხა იუბილართან ხელსარიელი ხო ვერ არა დათო რა იუბილართან მიღება ეძღვნება ჰუმბოლტის 180 წლის იუბილეს ხო გითხარი ჰუმბოლტის იუბილეზე ხელსარიელი ხო არ მივალ რა? კაი რა დათო რა გეპატიჟები აი მოსაწვევები დრაღის ეს მოსაწვევები. არაფერი უფასოა. უფასოა? მაშინ მე გეპატიჟები. და რა ხდება იქ? რა ვიცი, როგორც ყოველთვის ისეთი არაფერი. კლასიკური მუსიკა იქნება, ესე სოლიდურად ჩასმული ბევრი ხალხი, ელჩები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და რა ეხა ალაფურშეტი შამპანიური, ეგრე რა. შამპანიური კარგია, მაგით და გეწყო. ბიჭა, კეთა, ორი ყავა და ორი ნამცხვარი. არა, არ გვინდა, რა გინდა ეხა, ანუ ხო საგამოს ჭოულებაზე ხომ მივდივარ? კაი, არ გდამები არა. და რა უნდა ჩავიცვა? რა უნდა ჩაიცვა? მოდი მაშინ იცი რა ვქნათ, ეხლა გავიდეთ და მე აი ნახე, აი აქ ყველგან მე გავივლი და 3-4 საათში დაახლოებით მოვალ შენთან და ერთად ამოვარჩიოთ რა შეიცვა, კაი? კარგი. კაი. აი მე აღარ შემიძლია, ნუ რამდენი იდიოტი უნდა გეკიდოს ქუჩაში. შემიძლია. კეთევან, სად მიდიხარ? მე? ო, მე კი არა შენ მიდიხარ შესაწყალო. უწყება მოვიდა პოლიციიდან, ნახე. აი მე არ არსებობს წება. უკვე. ქალბატონ თხლონც. რა ვერ გავაგებინე ამ ხალხს, რომ თლს მერე წერტილი იწერება. გთხოვთ ამ წლის გთხოვთ ამ წლის 28 დეკემბერს გამოცხადდეთ ქალაქ თბილისის შშსს საპატრულოს ნომერ მე-7 განყოფილებაში. თამარ, შენ რო რამე მოგივიდეს, თავს არ ვიცოცხლებ. თავს მოვიკლავ. რა მოიცარა კეთევან. ალო, გამარჯობათ. სილამაზი სალონია. იცით რა, 2 საათისთვის ჩამწერეთ. თამარ ღლუნტი. დიახ, 3-ზე განყოფილებაში უნდა ვიყო. კარგით. კეთევა, ჩემ კუბიკებიან კაბას ბორკილები მოუხდება? აიმე თამარ, გაგიჟებული ვარ, არ ვიცი რით დაგეხმარო. გინდა საპროტესტო აქციას მოვაწყობ, ხალხს გამოვიყვან ლოზუნგებით. თამარ ღლონტი პოლიტპატიმარია. ხალხნო, ვიშველეთ. გადადგეს მთავრობა სრული შემადგენლობით. დააბრუნეთ ნოღაიდელი. საჭირო რა დამიჯერე. გამაგებინე თამარ, რით დაგეხმარო, გამაგებინე. რით დამეხმარო და კატლეტები შეათბე ზორიკოს საუღებ? რა? კატლეტები, რამე კატლეტება გამაგებინე ახლა მე თამარ. აი მე რით დაგეხმარო. კეთევან რა. ვაიმე, უკვე წარმომიდგენია სუკა როგორ ეფერება ჩვენ პატარა საერთო შვილიკოს. რიონი, მტკვარი ვარ, მტკვარი. შენ სანამ სალონში იქნები, მე მანამდე კატლეტებს შეგითხოვ. თამარ მოვიფიქრე, სოფელში უნდა გადაგმო. მე იქ რა მინდა იქ. გაერთობი, ხან თინის ფულს ააგროვებ, ხან შეშისას გულს გადააყოლებ, გაერთობი. კეთევან, რა თამარ? გპირდები რომ იქიდან გამარჯვებული დავბრუნდები. თამარ. არ გახსოვს ჩვენი დიდი ბებიის, მამიდას, ახალგაზრდობაში მაია წყნეთელი ყავს ნაცემი.
მარიკა. დღეს მე და მივდივართ წვეულებაზე. მეცადე სად მიდიხართ? წვეულებაზე. და ეს გალსტუკი რა გავიკეთო შეიძლება? წვეულებისთვის მე ვფიქრობ ძალიან ბავშვურია. და ეს ერთი გალსტუკი კი არა, ჰალსტუხი. კარგი. ეს თუ ბავშვურია, მაშინ ამას ავიკეთებ. ანანო გალამაზი ხარ? ანანო შენ დღეს რასაკეთებ? არაფერს. მოიცადეთ ერთი წამით თქვენ რა ერთად არ მიდიხართ? ოი მე ხო. მე როგორ შეეფერებით ერთმანეთს? და რა წვეულებაზე მიდიხართ? იცი მარიკა, ჰუმბოლტის იუბილეა და მთელი მაღალი საზოგადოება იქ იქნება. კარგი. გესმის და თუ რას ამბობს? შენ უნდა მოიქცე როგორც ნამდვილი ჯენტლმენი. ვიცი. რო შევალ მივესალმები ყველა იქ წარმომადგენელს, მე ავიგებ ერთ ბოკალ შამპანურს. და ვიტყვი იმ სადღეჯელოს ირაკლიმ რომ ასწავლა. არა, კარგი ისწავლე ირაკლიმთან ცუცრო სწავლობ, არ შეიძლება? რატო რა ეხა შამპანურის დალევა არ შეიძლება? არა, შეიძლება და თუ როგორ არ შეიძლება. უბრალოდ შეგებურად არა, იცი. გასწავლი გინდა? მოდი გასწავლი, კაი? მოდი. მარიკა მომეცჭიქა. აბა მიირთვით ბატონო დავით. ესე. აღმოჩნდა ჰუმბოლტის მოდი გადავიდეთ მისალმებაზე, კაი? როგორ მიესალმები, კაი? მე ვთქვათ, მარიკა არის ელჩის ცოლი. აბა მიესალმე დათო. ელჩის ცოლი? მოიცადე მე ხალე გამოვიცვი და მარიკა. ვითო. მიესალმე დათო. მიდი. რა ქვია არ ვიცი. რა მშვენივრა, მიესალმე. გამარჯობა ელჩის ცოლო. ნაზად უნდა მიხვიდეთ, ესმის, ნაზად მიხვალ, თავი დაუკარი და გაუღიმე, ხო არ არის არაძნელი დათო. მიდი. მიდი. ეს მივხვდი, ეს ზედმეტი იყო. ყველაფერი ვიცი თუ შეგვიძლია დავიდე. არა, დათო, იცი რა არის, იქ ეს ცოტა უხერხულია, იცი? ცოტა აკადემიურად რო ჩაიცვა ცოტა დათო. აკადემიურად? ცოტათი. კარგი. ეხლა ეგეთ ასაცმელს დათო თავის კარადაში ვერ იპოვის. წავალ მე ხო ირაკის რაღაცებს გამოვიდან და ამოვარჩიეთ. მაგრამ დათო, მოდი ამჯერად აკადემიურად რომ ჩაიცვა, რომ გეცვას აკადემიურად. ხედავ ამ პიჯაკს? მაგარია. ირაკლიმ ამ პიჯაკში $300 მისცა და სულ ერთხელ ეცვა. მე რო გაუუთოვე, იმის მერე არ ჩაუცვამს. ეს ნახე. ნახე. როგორი გამხარი იყო ირაკლი? აბა. მეტანია ხა ეგ დათო, ცოტა ნახევრად აკადემიურად ჩაიცვი. ნახევრად. მე
მე მგონი ეს პერანგიც შვენიერია, ნახე. კაია, და ეს რა არის? ეგ არის სირაკლის შარვალი. რა ჭირს მარიკა ამ შარვალს? არაფერი არ ჭირს, შენი საქმე არ არის. მოდი აქ, მოდი. მოდი. აი, ესენი მოისინჯე. არა, ეგ არა. ეს არა. აი, ესენი. ვა, ეს სამაგარი ყოს. მე რატო ვერ პოულობდი ამას? კარადაში ინახავს, არ ვიცი რა. შენ რა პოულობდი, მე რატო ვერ პოულობდი? მიდი, ეხლა დროზე შეიტანებინ და გამოიცვალებ დაგვანახი. გელოდებით აქ. Feeling like a dream, fantastic when you see a picture on the magazine. Thinking all the things are magic when you light your fashion flame. Traveling around the world in a resting on the super jet. Teach yourself to say a word while looking from the screen. Mirror, mirror on the wall, who's the prettiest of them all? Mirror, mirror on the wall, who's the prettiest of them all? Mirror, mirror on the wall, who's the prettiest of them all? Mirror, mirror on the wall, who's the prettiest of them all? არავინ არის? მოგბრძანდით. ჩემი ზურიკო ბურნაძის მაგი და თვითა რა აქალაკებ ხოლმე ალბათ იცით რა თქმა დაგიბარეთ. ზურიკო? ოხ. და როგორი არეულია? ზურიკო მაგი და რა არის? სახშიც ესეთი ხარ. მოგივლი, მოგაწესრიგებ. მაიმე, სადახარ ნეტა, ახლა სადახარ? თამარ, თქვენზე მეზობლების საჩივარია შემოსული და რამოდენიმე კითხვაზე პასუხი უნდა გავგცეთ. როგორი? თამარ, მაიმე, ნუ შემჭამე რა. შემიძლია დუმილის უფლება გამოვიყენო. კი ბატონო, დაგელოდებით. გამარჯობა. თქვენ ალბათ თამარ ხონტი ბზანდებით. გახლავართ? კაპიტანი კახა ანდრიაზე. მე დაგიბარეთ. ამას უყურე ერთი. კაპიტანო კახა. სულ ესე იგვიანებთ ხოლმე პაემანზე? არა უკაცრავად გამოძახებაზე ვიყავ. ეს რა არის? იცით რა, მაინც ხო დაგჭირდებოდა გადაღება და ვიფიქრეთ დროს აღარ წავართმევ თქო, შემდეგ მოსვლაზე რომ მოვალ პროფილში, არა პროფილია. აი ესე გადაღებულს მოგიტან. კახა, მე გავალვა შახმაძის საქმე შემოგიტან და შემოვალ. შეჭამა. ოფო შემომიტან. მე ყავა. უშაქრო. კახუნა. მოდი აი ეს ავანთოთ. არა, იყოს არ არის საჭირო. თამარ, ადრე თუ ქონიათ მეზობლებს თქვენთან რაიმე პრეტენზია? მე კახუნა სულ წუწუნებენ.
სულ წუწუნებენ რომ ეს რა კარგი გოგო ხარ და რა მარტო დადი ხარო. კახუნა, ნუღა ავალაპარაკებთ ამ ხალხს. თქვენი ბინა რა ნომერია? ბინა 32. საყვარელი ფერი წითელი. საყვარელი მწერალი ცვაიგი. საყვარელი კომპოზიტორი კრუტოე. რაიმე დოკუმენტაცია ხომ არ მოგიტანიათ იმის თაობაზე, რომ თქვენ აივნის მიშენების უფლება გაქვთ. როგორი კატეგორიული ხარ? იცი რა, დოკუმენტაცია არა, მაგრამ კატლეტები მოგიტანე. არ იყო საჭირო. რას ლაპარაკობ, მოშებული იქნები. ის აქ ერთი ცალი პატარა გდია, ის გელასაჭამე. კარგით, გავსინჯავთ მოგვიანებით. ისე მშვენივრად ხარ მოწყობილი. მარტო ის გაქვს, რაც საჭიროა. არა, რაღაც ზედმეტიც არის. ახლა აი ვაშაყბაძის საქმე და მალე უნდა გავიდეთ, აი ნახე. კახუნა, ეს სიმპათიური ბიჭები ვინ არიან? ესენი ზებნაში იმყოფებიან. ძებნაში იქნებიან, გენაცვალე, აბა სად იპოვი ესეთ კარგ ბიჭებს? უკაცრავად, ვინმე ხო არ გეცნობათ აქედან? გელა მეკითხება? კი, მარჯვენა. ჩვენთან რა ვიღავი არ გახსოვს? ჩანჩურა. მოიცა, ის ხო ხალი იყო. მე შედეგ მაკიაჟის გარეშე არ გინახავს. სამწუხაროდ უნდა გითხრათ ქალბატონო თამა, რომ თქვენ აივნის მიშენების უფლება არ გაქვთ. ახუნა, შენ თავს ფიცავარ, როგორც შენ გინდა ისე იყოს. არც აივანი მივაშენოთ, ისო თახიც არ გადავტიხროთ. აი ეს დიდი კარა და კუთხეში მივდგა და ის ჭაღი საერთოდ მოხსნათ მეც მძრგუნავს. აი თუ შეიძლება, აი აქ ხელი მოგვიწერეთ და თავისუფალი ბრძანდებით. მე სულ ეს არის? მე ხალხმა საჩივარი შემოიტანა, თქვენ ვალდებული ხართ გამოძიება დაიწყოთ. ყოველდღიური დაკითხვები. მე მზად ვარ დავემორჩილო კანონს. მე მზად ვარ ყოველდღე ვიარო განყოფილებაში. ძალიან გთხოვთ, აი აქ ხელი მომიწერეთ თუ შეიძლება. როგორ? მე თქვენ მხოლოდ ხელის მოწერა გთხოვე და აი ეს დიდი სიყვარულით საერთოდ არ იყო საჭირო. ახლა გავედით, გვაგვიანდება. ვაიმე, საით მიდიხართ, მეც წამოყვებით. წამოდი. გელა, წინ მევჯდები დაგასტარი. გამარჯობა. ჩვენ პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძის მხარდამჭერები. გელოდებოდით, მომბრძანდი. არა, ამდენი დრო არ გვაქვს. აი მოგართმევთ ბროშურას და თქვენ თვითონ გაეცანით. და რაო რა წერია აქ? არა ძალადობას, არა უსამართლობას, არა კორუფციას. არა კი, 100 გრამი. შევოდი. მომბრძანდი გენაცვალე, მომბრძანდი. აი, აქ დაბრძანდი. აი აქ დაბრძანდი. რა ნომერია თქვენი კანდიდატი? პირველი ნომერი. ეგ ცოტა. ცოტა, არაფერი არა. და რაო, თუ ბატონი ლევანი ავირჩიეთ, რა შეიცვლებაო? იმ შემთხვევაში თუ ბატონ ლევან გაჩეჩილაძეს ავირჩევთ პრეზიდენტად, ის გააუქმებს პრეზიდენტობის ინსტიტუტს და საპარლამენტო მმართველობა გვექნება. ეკონომიკა? ეკონომიკაც, იცით, ის გააუქმებს საპრეზიდენტო ინსტიტუტს და საპარლამენტო მმართველობა გვექნება. დასაქმების პროგრამა.
დასაქმების პროგრამაც ის გაუქმებს საპრეზიდენტო ინსტიტუტს და საპარლამენტო მმართველობა გვექნება. მაგრამ იცით რა შეასაქმე ბატონო? ირაკლი. ბატონო ირაკლი, თავარია ყველანი წავიდეთ არჩევნებზე, ხმა მივცეთ ღირსეულ კანდიდატს და დავამთავროთ ეს მთავრობა. რა ქვია შენ გენაცვალე? ნინო. ნინო, მოდი ჯერ ეს ბოთლი დავამთავროთ. და მე მივხედოთ ამ მთავრობას. დაასხი. გამარჯობა. ჩვენ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბი. სადახარ ამდენი ხალი. აიღეთ ეს საარჩევნო ბუკლეტი და აიჩიეთ. რაო, რა წერია აქ? ძალაუფლება თუ დემოკრატია, საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე. ღვინო თუ არაღი? შემოდი. შემოდი გაცვალე. რა ნომერია თქვენი კანდიდატი? ნომერი 5. და გვიქეიფია. ალბათ სანამ ხმას მისცემთ, გაითვალისწინეთ, ჩვენ დავაგეთ გზები. ჩვენ დავიბრუნეთ აჭარა. ჩვენ გავზარდოთ ბიუჯეტი. ხო და მოდი ჩვენ გაგვიმარჯო. საარჩევნო შტაბი. ალბათ ირინა სარიშვილის მხარდამჭერიო. ირინა სარიშვილის. მომძალდი. როგორ არის ხალბატონი ირინა? ხომ კარგად? მოდი გენაცვალე, მოდი ჩემი ბიჭი. დაჯექი. აი დაჯექი. დავძანდი. ისა, რა ნომერია თქვენი კანდიდატი? ნომერი 7. 7? რა ამბავია მკლავ კაცო? და ისა რაო ქალბატონი ირინა თუ ავირჩიეთ? ნუ დაუშვათ ავირჩიეთ. იგორ გიორგაძე, ასლან აბაშიძე, თენგიზ კიტოვანი, ემზარ კვიციანი, ჯემალ გოგიტიძე და ლევან ამალაძე სადარიან ქვეყნის აღმშენებლობაში ჩაება. აიღე ჭიქა. თქვენ თქმილ მოგონებებს გაუმარჯოთ. დიდი მადლობა რომ მეწვიეთ. მოკითხვა გადაეცით ქალბატონ ირინას. მადლობა. ირაკლი ჩხეიძემ მოგიკითხათ ხო? ძალიან კარგი ღვინო იყო. და გოგის კაცითელია. ისე კიდევ მაქვს გიორგი მაისაშვილის პროგრამა და იქნებ ამაზეც ვისაუბროთ. მე-6 ნომერია. 6? პრინციპში 6 ჭიქა გამოვა, შემოდი გავაგზავნოთ. მოდი სანდრო, მოდი. თუ გინდათ რომ საქართველოს გადარჩეს, თუ გინდათ რომ მეტრო იყოს უფასო, მობილური გაიაფთეს, ხმა მიეცით საქართველოს პრეზიდენტობის ერთადერთ რეალურ კანდიდატს შალვა ნათელაშვილს. შენ ლეიბორისტებში? აი, თელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ მაგ სასტავს ვიღაც აკლდა რა. რა თქვია, შენს ნაც სხვისი თვალები თუ შეამჩნევსო, მაგრამ დამერწმუნეთ რომ Humboldt is nuts.
ვერც ვერასდროს ვერ შევამჩნევდით, რადგან მას ნაკლი არ გააჩნდა. იგი ამბობდა, ადამიანის ხასიათი უფრო დიდ ნაკლს შეიცავს, ვიდრე მისი გონება. ჰუმბოლტი ბევრს მოგზაურობდა და ამ მოგზაურობის დეტალებს თავის დღიურში ინიშნავდა. ანუ როდის უნდა ვჭამოთ? ოფიციალური ნაწილი რომ მორჩება მერე. და ეს ოფიციალური ნაწილი როდის მორჩება? აი ბატონი აპოლონი რომ დაასრულებს მელეთე ყველანი ტარს დაუკრავენ და მერე შევჭამთ. აჰა. მე მინდა ამ დღიურიდან რამდენიმე ამონარიდი წაგიკითხოთ. ბრავო! ბრავო! მე მახარებს რომ ამდენი ახალგაზრდა გამოჩნდა ჰუმბოლტის 180 წლის იუბილეზე. დადიხარია, ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენს მომავალ თაობას კვლავ აინტერესებს ჰუმბოლტი. თქმა უნდა, აბარა. ერთი წუთით ბატონო აპოლონი, ერთი წუთით ეხლა და თოქე ხვეწები არ დალია რა. ბატონი აპოლონი მინდა რომ გაგას მოცილდია მას წამოდი ბატონი აპოლონი გაგას. და თორჭე ხარად გინდა. მართალია. აი წამო გველოდება. ჩემთვის ცნობილია ჰუმბოლტის არა მარტო სამეცნიერო, არამედ სამშვიდობო იდეები. აი! შვიდობას გაუმარჯოს. შვიდობა ვიღოს ჩვენს ოჯახებში. გენაცვლებით თქვენ. და სხვათა შორის ჰუმბოლტის ფონდმა გერმანიაში ბევრი მეგობარი შეძინა. პატა გაუმარჯოს ახლა მეგობრობას. მეგობრობას გაუმარჯოს. თქვენს მეგობრობას, ჩემს მეგობრობას და რა, ცოტა შუმად ვილაპარაკოთ, ძალიან გთხოვ. გაგრძელეთ თქვენ მეგობარო, გაგრძელეთ რა. დათო. ხო, მოვიდა ჰუმბოლტი, სად არის? ჰუმბოლტი არ არის, მაგრამ ის კაცი ხო უნდა გაგაცნო არა დათო არა. ეხლა წავედით. 20 მე ხა წყალ შევისხავ სახელზე. გეხვეწები ხო დათო, ძალიან გთხოვ. გელოდები და So, well, I'm just pleased that Humboldt's ideas are finally becoming popularized in this part of the world. It's been maybe too long, but finally it's come into place. Finally it's come. Oi! ეს კაცი არის მართალი. ეს კაცი არის მართალი. Yes? გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ბატონო აპოლონი, ჩვენი ორგანიზაცია ძალიან პოპულარულია. არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სულ რაღაც 3 წელია, რაც ჩვენ ვარსებობთ, იცით, ჩვენთვის ძალიან ბატონო აპოლონი, ვაიმე რა ლამაზი კედელი ყოფილა. ბატონო აპოლონი. დათო რას აკეთებ? დათო გველოდება. მოვიდა ჰუმბოლტი. ბატონო აპოლონი.
ძალიან აფასებდა არქიტექტურას. და იცით ბატონო ბოლოდ მე მინდა გაგაცნოთ ჩემი მეგობარი არაჩვეულებრივი და ძალიან პერსპექტიული ქართველი ახალგაზრდა მხატვარი იცი შემოვდებით გავიცნობ მხატვრობაზე. ეს ხომ არ არის? ეს ხო? არა ეს არ არის წასულა ჩემი მეგობარი წასულა აბა დავიწყეთ. ერთი წუთი რა. ბიზნესში ერთი აქ მოდი რა. ეს ზმურად რა ერთი პირველი გვაჩუქე რეხა სამეს ის პირველი აიმე სანდრო ხომ არ დაგღალე? არა, მაგრამ ცოტა დავიღალე. დაიწყე ახლა. ნელა ცოტა. თამარ ღლონტის არ დაკითხვის შემთხვევაში მივმართავთ ზემდგომ ყველა ორგანოს 2 წერტილი. არა, სანდრო, 1 წერტილი ზემოთ, 1 ქვემოთ. ხო. პროკურატურას არბიტრაჟს სანდრო უნდა შევაშინოთ რა. არა, ეს არ დაწერა. აი, სანდრო, მოიფიქრე რა, რამე იურისტი არა ხარ? ხო, ესე იგი, პროკურატურას, არბიტრაჟს, იცი რა არის? აი, ეფექტური სიტყვები გვჭირდება. მანუფაქტურას. ხო. პლატფორმას. მაგარია. კაბრიოლეტს.